მოგესალმებით, მე ვარ გატაცებული ბესო სურმავას მეუღლე. და სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რაც YouTube-ზე დაიდო და გავრცელდა ტელევიზიით, არის სრული სიცრუე. ვინაიდან ჩემს მეუღლეს არანაირად არ მიუწვდებოდა ხელი არანაირ ფარულ არაწარმოებდა არანაირ ფარულ ჩანაწერებს, აუდიო ჩანაწერებს და არ მიუწვდებოდა მათზე ხელი. ეს არის სრული სიცრუე. უბრალოდ ხორციელდება მასზე ძალიან დიდი ზეწოლა, არის მუქარა, არის არაადეკვატური, რომ დამიკავშირდა 1-2 ტელეფონით ვესაუბრე, იძახის რაღაც აბსურდს, ლაპარაკობს არაფხიზელ მდგომარეობაში და ძალიან ვთხოვ ყველა სამართალდამცავებს, სახალხო დამცველს, რომ დამიბრუნონ ჩემი მეუღლე და მივმართავ ჩემს მეუღლეს, რომ იყოს ძალიან კარგად, იმიტომ რომ და ფსიქოლოგიურად არ გადყდეს, იმიტომ რომ ყველა მიცის ყველაფერი რა, როგორ ხდება და რანაირად. ბესო სურმავა 3 დღეა სახში არ არის, სამსახურში იყო, მე ვესაუბრე წინა საღამოს, მანამდე სანამ გაუჩინარდა, იმდილა საერთოდ არ იღებდა ყურმილს. შემდეგ 3 საათზე ვნახე კურიერში გადაცემა, რომელიც საერთოდ არ გავდა ჩემს მეუღლეს, გაფართოებული თვალებით, გამშრალი პირით, არ ვიცი რა, ედო რაღაცა და კითხულობდა. არ ვიცი ვინ გაიტაცა და რისთვის, უბრალოდ დაიდო ეგეთი აბსურდი სისულელე, არის არაადეკვატული, არის ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ, ორჯერ ველაპარაკე და თითქოს ყურმილი უვარდება ხელიდან, ვერ ლაპარაკობს, ვერ აზროვნებს. გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერები არის ნამდვილი და ჩემი მეუღლის მიმართ არის. ჩემს მეუღლის არანაირი შეხება არ აქვს, ზედაპირული ურთიერთობა აქვს კომპიუტერთან. Skype-შიც ვერ ჩადის ჩემი დახმარების გარშე. საერთოდ არ აქვს კომპიუტერთან არანაირი ურთიერთობა. ვერ დადებდა, ვერ ატვირთავდა ამას, ამ მასალას, ვერანაირად და ვერც მოიპოვებდა. არ ქონდა ამის საშუალება, ხო? ის უერთგულესი ადამიანი იყო ბატონი ბიძინასი და ერთგულად იცავდა მის ოჯახს. 10 წელიწადია. არის აბსურდული სიტუაცია. ჯერ ის ბრალდებები, რომელიც მის მიმართ გამოიწვა, თითქოს მან ესეთი რაღაცეები ეს აბსოლუტური სიცრუე, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, ვინც ბესო სურმავას პირადად იცნობს. ეს არის გამორიცხული, ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რომელითაც ყველაფერს კადრულობს ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ. არჩევნების წინ ეთყობა უნდათ რაღაცა ოპოზიციას ხალხს დაანახო, რომ განხეთქილება ოპოზიციაში. ჯერ ერთიდან ბესო სურმავას არანაირად არ მიუწვდებოდა ხელი ამ მასალებზე, იმიტომ რომ ეს არ არის პირადი დაცვის პრეროგატივა, ხო? ეს სისულელეა, მე კაცი იყო აბსოლუტურად, მე ვერ ვიცანი სიმართლეობით რა, მეჩვენებოდა ხოლმე ხან ეს არის, ხან არ არის მეთქი რა. იმიტომ რომ კაცი იყო ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ დამუშავებული, დააშინეს ოჯახის ზეწოლით, ეთქობა რაღაცეები შეუყვანეს. არ ვიცი, მეტი რა ვთქვა, ეს აბსოლუტური სისულელეა. ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და პრინციპული თანამშრომელი იყო სამსახურში და ალბათ ამასაც გააკეთეს აქცენტი რა. ხო ხალხს ზენახებია და ესეთი გამოცდილმა კაცმა თითქოს უღალა და თავის იდეებს, არა და იდეურად ეს მარტო სამსახური კი არა, იდეურად სულ ქართული ოცნების მხარდაჭერია ესეც და მეც და სულ. და მე მინდა სამართალდამცავ სტრუქტურებს მივაწოდებ. ჟურნალისტებს ვერ მოგცემ დამნობის, იმიტომ რომ რაღაცა მე ვარესი არ მოხდეს. სამართალდამცავ სტრუქტურებს ბატონ სახალხო დამცველს მოუწოდებ. თუ დაინტერესდება, უნდა დაინტერესდეს, რა ვიცი, თუ რაღაცა ხდება ამ ქვეყანაში კიდე ნორმალური ხო და თუ რაღაცა კანონობს კიდე. გადავცემთ ტელეფონის ნომერს, დაუკავშირდნენ, არანაირი სიტუაცია არ წარმოადგენს ამის ამოგდება, ხო? ადგილსამყოფელსაც დაადგენენ მშვენივრად, მაგრამ არ უნდა. კაც ალაპარაკებენ, გაოგნებულ კაც, გათიშულ კაც, ბოდიში. გაზე გესაუბრებთ, რომ არაფერზე სისულელეზე, აბსოლუტურად. არა, ზეწოლა იმაზე, რომ არ ნუ ლაპარაკობ, ნუ გამოდიხარ ტელევიზორში, იჯეკით სახში, ყველაფერი კარგად ვარ, ჩემი სამშობლოს და ჩემი ოჯახის გულისთვის. რაღაც ესეთი აბსურდულ თემებზე საუბრობ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი არის გაკეთებული რომელიღაც პოლიციის განყოფილებაში, რომელშიც უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ზეწოლის ქვეშ დაამუშავეს დილით არის გატაცებული, დილით მოიტაცეს, ამუშავებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, შეუყვანეს რაღაც პრეპარატები, დააშინეს, მცირეწლოვანი შვილები ყავს ორი და ჩვენ რა უნდა ვქნათ? იბაშოთ რა უნდა ვქნათ? კაცი 2 მეტრიანი კაცი გააკეთეს. აი რა უნდა ვქნათ?